გლეხ კაცი, რომელიც იქ ცხოვრობს, არა, ის მთელი წიგნია. იცით რამდენი რამე იცის? ბევრი რამ არ არის ისე, როგორც ვთქვათ, წიგნებში წერია და როგორც კაბინეტებიდან ჩანს. ლამაზად. ადგილობრივ საყვარლო ხო თითოეული კენჭიც ხო შესწავლილი აქვს მას ამდენი წლების განმავლობაში, ხო? ისედაც იცით რა არის? ადამიანის აღიარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადგილობრივ მკვიდრს რომ რაღაცას ეკითხები, мотивაციას აძლევ, პატივისცემა გამოხატე სოფლის მიმართ, სოფლელების მიმართ. აგრძნობინე იმ ადამიანს, რომ ის შენთვის ფასეულია. არ არის ეს ისე რთული მოსაგვარებელი. მთავარია იყოს ნება, თორემ ეს პრობლემა აქამდე არ უნდა მისულიყო. ბევრად ადრე უნდა დასრულებულიყო, უბრალოდ უნდა გამოიჩინონ ადამიანებმა ნება. ბალდელებზე დიდი გულშემატკივარი ბალდას არ ყავს და არც იმ კანიონს. იქ ვინც მოდის, ის მოდის ფულისაკეთებლად. განვითარებისთვის კი არა, მისთვის мотивაცია არის ერთი, ეკონომიკური, მატერიალური ინტერესი, ხო? ბალდელების ინტერესი არის ბალდის განვითარება. აი ნახეთ, აიქ არის ჩვენ შორის უზარმაზარი ზღვარი. აი ხა შენ უკიჟინო ბალდელებს, რომ თქვენ განვითარება არ გინდათ და მე რომ მოვედი აქ, იმიტომ მოვედი, რომ შენი სოფელი მინდა განვავითარო და შენ ხელს მიშლი. აი პარადოქსია რა.